დღეს ნამდვილი სენსაცია გაამჟღავნა გამოცემა Axios-მა. როგორც აღმოჩნდა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფარულად დაუკავშირდა დღეს ნამდვილი სენსაცია გაამჟღავნა გამოცემა Axios-მა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფარულად დაუკავშირდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ხელმძღვანელობას, ოფიციალური ირანელი მოლაპარაკეების გვერდისავლით, შუა მავლის მეშვეობით, რომელსაც ორივე მხარე ენდობა. ფაქტობრივად, დონალდ ტრამპის გუნდმა პირდაპირი მოლაპარაკებები წამოიწყო ირანის სამხედრო ფრთასთან, მაშინ როცა ჩვეულებრივ აშშ-ში ასე არ იქცევა და ასეთ კონტაქტებს არ ამყარებს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ იმ ფარული კონტაქტების შემდეგ მხარეებმა მაინც შეძლეს დროებითი ზავის შესახებ შეთანხმება, რაც გადაიზარდა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერაში აშშ-სა და ირანს შორის და იმ 60 დღიანი ზავის დაწესებაში. და ეხლა კი დიახ მოგვიანებით შეთანხმება რა თქმა უნდა ჩაიშალა და ირანმა გააგრძელა ჰორმუზის სრუტის ბლოკირება. ახლა კი საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს ირანის არმიის მთავარსარდალმა ამირ ხათამიმ გამოაცხადა $30,000 ჯილდო ყველასთვის, ვინც მოკლავს ან დაატყვევებს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს რეგიონში. მოკლედ, აი სწორედ ამ საიდუმლო მოლაპარაკებებმა მიგვიყვანა ამ შედეგამდე. ამავდროულად დღეს CNN-მა დააფიქსირა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნების სია ირანის მიმართ ნახევარი წლის ომის შემდეგ მკვეთრად შემცირდა. ახლა პირველ ადგილზე არც კაპიტულაცია, არც რეჟიმის შეცვლა და არც ბირთვული პროგრამა. არამედ ნავთობის ფასის სტაბილიზაცია და სულ მცირე ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივი გახსნა. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავიწყებთ, ვთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და შემდეგ კომენტარი დატოვოთ ამ ვიდეოს ქვეშ. მოდით დავიწყოთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კულისებიდან, რაზეც დღეს წერს გამოცემა Axios. მაისის შუა რიცხვებში ამერიკელი მოლაპარაკეები, რომლებიც ცდილობდნენ ირანთან ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, დაეჯახნენ დიდ პრობლემას. მათ ვერ გაეგოთ, ნამდვილად წარმოადგენდნენ თუ არა მოლაპარაკებების მაგიდის მეორე მხარეს ყოფი ადამიანები ირანის ძლევამოსილი ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის აზრს. თითქოს ირანს მხოლოდ პოლიტიკოსები წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ შორის არ იყვნენ ისინი, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს და რეალურად ესვრის ამერიკულ ბაზებს რეგიონში და ახდენს გემების ჩაძირვას ჰორმუზის სრუტეში. და მაშინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა არასტანდარტული ნაბიჯი გადადგეს. მათ გვერდი აუარეს ოფიციალურ ირანელ მოლაპარაკეებს და პირდაპირ დაუკავშირდნენ ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ხელმძღვანელობას. ადამიანი, რომელიც ამ კულისური არხისთვის შეარჩიეს, გახდა ნეჩირვან ბარზანი. ის ქურთული რეგიონული მთავრობის პრეზიდენტია ერაყში. მას ჰქონდა ის, რაც თითქმის არავის სხვას არ ჰქონდა. მას ერთდროულად ენდობოდა როგორც ამერიკის ხელმძღვანელობა, ასევე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სარდლობა. ფაქტობრივად ამერიკის ადმინისტრაციამ გვერდი აუარა დიპლომატიის ყველა წესს და დაიწყო დიალოგი სამხედროებთან, მაშინ როცა კამერების წინ მოლაპარაკებებს დიპლომატები და პოლიტიკოსები აწარმოებდნენ. რატო აქვს ამას საერთოდ მნიშვნელობა? საქმე იმაშია, რომ ეს ეპიზოდი, რომელიც აქამდე არსად გამოქვეყნებულა, აჩვენებს, რამდენად რთულია ამერიკული მხარისთვის მოლაპარაკებების წაყვანა ისეთ ქვეყანასთან, სადაც ვაშინგტონი თვითონაც კი არ არის დარწმუნებული, ვინ იღებს რეალურად გადაწყვეტილებებს. შედეგად, სწორედ იმ მოლაპარაკებების შემდეგ სამხედროებთან, აშშ-სა და ირანს მართლაც გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. თუმცა, სიმართლე რო ვთქვათ, ის მალე დაიშალა. ეხლა დავამატებ კონტექსტს, რომელიც ხსნის, რატომ გაჩნდა საერთოდ ასეთი დაბნეულობა, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ირანში მთავარი და რატომ უწევს აშშ-ში მოლაპარაკებების წაყვანა ერთი და იმავე ქვეყნის სხვადასხვა ადამიანთან. ომმა თავდაპირველ ეტაპზევე მთლიანად შეცვალა ირანის ხელმძღვანელობა, უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის და სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსების მკვლელობამ. ასევე ომის პირველი 40 დღის ბრძოლებმა, რომლებსაც ეს მოხვა მკვეთრად გააძლიერა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის გავლენა ხელისუფლების ბერკეტებზე. მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება. ირანის ახალი უზენაესი ლიდერის მაჯტაბა ხამენეის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო არსებული გაურკვევლობა ომის პირველ კვირებში და მისი საჯარო დარყოფნა კიდევ უფრო გააძლიერა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ხელმძღვანელობის პოზიციები. ქრონოლოგია ასეთია. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 8 აპრილს და რამდენიმე დღეში ისლამაბადში გამართული სამიტის შემდეგ აშშ-შმა და ირანმა სცადეს ომის დასრულებაზე შეთანხმება. მაისის დასაწყისში თეთრ სახლში იგრძნეს, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო. ხელმოწერას მალე მოხდებოდა, მაგრამ ირანი, როგორც გახსოვთ, პასუხს 10 დღეზე მეტხანს აჭიანურებდა.
და სწორედ მაშინ ამერიკელმა მოლაპარაკებლებმა დაიწყეს ეჭობა, რომ ირანელი მოლაპარაკებლები, ანუ პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგირ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი სინამდვილეში არ ჰქონდათ რეალური უფლებამოსილება შეთანხმების დასადებად და მათ გადაწყვეტილებას მაინც აუქმებს ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი. თითქოს ისინი დათანხმდნენ, მაგრამ არაა ფაქტი, რომ თეირანში სხვებით სანხდებიან. ამიტომ გაჩნდა კითხვა, საერთოდ აქვს თუ არა აზრი არაქჩის და ღალიბაფთან საუბარს. და სწორედ მაშინ დაახლოებით 10 მაისს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მაშინდელმა დირექტორმა თულსი გაბარდმა პირადად დაურეკა ბარზანის, რომელიც ერაყში იმყოფებოდა. ორი წყაროს ინფორმაციით, რომლებიც ამ ზარის შინაარსს იცნობენ, თულსი გაბარდმა ბარზანის უთხრა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ მას პირადად შეუძლია დაეხმაროს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სარდალთან, გენერალ აჰმად ვახიდისთან დაკავშირებაში. ბარზანი ირანში ცხოვრობდა ირან-ერაყის ომის დროს და სწავლობდა თეირანის უნივერსიტეტში. თავისუფლად ფარსულად საუბრობს და პირადად იცნობს ირანის რეჟიმის ბევრ მაღალჩინოსანს, მათ შორის ქსირის ხელმძღვანელობასაც. გაბარდმა ბარზანის მიანიშნა, რომ მას თავად დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი ვენსის თანხმობით ურეკავდა და აუხსნა, რომ თეთრი სახლი ძალიან დაინტერესებულია გაიგოს, ნამდვილად ეთანხმება თუ არა ქსირის სარდალი ვახიდი და მთლიანად კორპუსის ხელმძღვანელობა იმას, რასაც განიხილავენ გალიაბაფი და არაქჩი. თუ მათ მაინც სხვა იდეები და მოთხოვნები აქვთ, ვიდრე ის, რასაც პოლიტიკოსები აცხადებენ, იმიტომ რომ შუამავლებს ვერ მოახერხეს პირდაპირ ვახიდისთან დაკავშირება, ამიტომ ამერიკელები ამბობენ, ჩვენ ვერ ვიგებთ, თქვენ ყველანი ერთ აზრზე ხართ, თუ მაინც განსხვავდებით. ბარზანიმ დათანხმდა და თავისი კონტაქტები გამოიყენა ირანის რევოლუციურ გვარდიაში. ბარზანი მოილაპარაკა გენერალ ვახიდისთან პირდაპირ კონტაქტზე და უკვე 14 მაისს ირანის რევოლუციური გვარდიის ოფიცერი ჩავიდა ბარზანის ოფისში ერბილში, ერაყის ქურთისტანის დედაქალაქში. დაშიფრული ტელეფონით უსაფრთხო ზარისთვის. და სწორედ ამ სატელეფონო ზარის დროს ბარზანიმ პირდაპირ კითხა ვახიდის, თანახმა იყო თუ არა ის, როგორც ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სარდალი, ირანელი მოლაპარაკეების, რაქჩისა და ღალიბაფის პოზიციასთან. ირანელმა გენერალმა უპასუხა, რომ დიახ, ის სრულად უჭერს მათ მხარს და ეს ასევე არის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის პოზიცია. როგორც შემდეგ ბარზანი გადმოსცემდა, ვახიდიმ განაცხადა, ჩვენ ვამჯობინებთ ამ კრიზისის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას. საუბრის დასრულებისთანავე ბარზანიმ დაურეკა გაბბარდს და გადასცა პასუხი. მან თეთრ სახლს აცნობა, რომ ქსირი მშვიდობაზე თანახმა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი წინადადება წამოაყენა. იმავე ბარზანის მეშვეობით ორგანიზებულიყო საიდუმლო მოლაპარაკებები აშშ-ისა და ირანის უფროს მოლაპარაკებებს შორის, პირდაპირ ერბილში. მოდით იქ საიდუმლოდ შევიკრიბოთ და პირდაპირი მოლაპარაკებები ჩავატაროთ. ირანელები ასეთ ვარიანტს არ გამორიცხავდნენ, მაგრამ საკუთარ უსაფრთხოებაზე ღელავდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ისრაელის დაზვერვას ბევრი აგენტი ხავდა. ეშინოდათ, რომ ისრაელელები ეცდებოდნენ მათ მოკლას ერბილში ან გზაში. საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა. დღესდღეობით პაკისტანელი და კატარელი შუამავლები აგრძელებენ შეტყობინებების გადაცემას აშშ-სა და ირანს შორის, მაგრამ არსებითი პროგრესის გარეშე. რეგიონული წყაროების მიხედვით, მათგან ნაწილი ფიქრობს, რომ პაკისტანელები უფრო ოპტიმისტურ ანგარიშებს აძლევენ, ვიდრე მოლაპარაკებები რეალურად ამართლებს. ისინი ცდილობენ შექმნან წინსვლის შთაბეჭდილება, რომელიც შეძლებს ამ ჩიხის გარღვევას. ბარზანიმ ბოლო დროს თავად გაუგზავნა შეტყობინება თეთრ სახლს და შესთავაზა დახმარება მოლაპარაკებების განახლებაში. და აი ბრედ მაკგერკმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მრჩეველია 4 ამერიკის პრეზიდენტის დროს, თითქოს შეაჯამა მთელი ეს ისტორია. შემდეგ მოყვება მისი ციტატა. საკითხი შუამავალში არ არის. საქმე ირანის პოზიციაშია ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. და ეს პოზიცია ალბათ მალე არ შეიცვლება. ეხლა დღევანდელი მიმოხილვის მეორე ნაწილი. არის ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ შემცირდა ძალიან მნიშვნელოვნად თავად დონალდ ტრამპის მიზნები 6 თვის ომის განმავლობაში. თავდაპირველად ამ კონფლიქტის დასაწყისში, მიმდინარე წლის თებერვალში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აკენებდა აბსოლუტურად მაქსიმალისტურ მიზნებს. ეს არის ირანის სრული და უპირობო კაპიტულაცია, რეჟიმის შეცვლა, გარანტია იმისა, რომ ირანი არასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს და თეირანის მხრიდან პროქსი ჯგუფების, მაგალითად ჰეზბოლას მხარდაჭერის შეწყვეტა. პლუს მეხუთე პირობაა
რაკეტების პროგრამისა და უპილოტო აპარატების პროგრამის შემცირება, მინიმუმ შემცირება. მაგრამ როგორც ომი, რომელიც უკვე მე-6 თვეა გრძელდება, იწელებოდა, ამ მიზნების სია აშკარად იცვლებოდა და მცირდებოდა. იცით, ის იკუმშებოდა. ნიშნავანი მომენტია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის J.J. Vance-ის ინტერვიუ Fox News-თან, რომელიც გაიმართა ხუთშაბათს, 14 აგვისტოს. კითხვაზე, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი, მან უკვე მხოლოდ ორ მიზანს დაასახელა. და შემდეგ მოვიყვან J.J. Vance-ის ციტატას. პირველი მიზანია უზრუნველყოს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები გააგრძელებენ ნავთობისა და გაზის მიწოდებას მსოფლიო ეკონომიკისთვის, რომ ჩვენ გქონდეს ენერგორესურსების ფასების სტაბილურობა. ეს არის მიზანი ნომერი 1. შევინარჩუნოთ იაფი ნავთობისა და გაზის ფასები ამერიკელებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. და შემდეგ ამატებს. და რა თქმა უნდა, მიზანი ნომერი 2. უზრუნველყოთ, რომ ირანს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. უბრალოდ დაფიქრდით, ბირთვული იარაღის საკითხი უკვე აღარ არის პირველი მთავარი მიზანი. ეს ასე, შემდეგისთვის. მთავარი მიზანია პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც ომამდე საერთოდ არ არსებობდა. და ძალიან საჩვენებელია თავად ის ფაქტი, რომ ვენსმა ნავთობის ფასების სტაბილურობა დააყენა დენუკლეარიზაციაზე წინ. ანუ ადრე სწორედ ბირთვული მიზანი ითვლებოდა აბსოლუტურ ნომერ 1 პრიორიტეტად. და აი თეთრი სახლის პრეზმდივანმა კაროლაინ ლივიტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ არა, რას ამბობთ. ორივე მიზანი თანაბრად მნიშვნელოვანია ტრამპისთვის. ანუ თეთრი სახლი თითქოს უკვე ფაქტის შემდეგ ცდილობდა ამ მიზნებს შორის იერარქიის შერბილებას. და აქ მიაქციეთ ყურადღება, რა ხდება. ომის ნახევარი წელი გადის და დონალდ ტრამპი ისე უბრუნდება სანქციებს, როგორც ირანზე ზეწოლის მთავარ ინსტრუმენტს. ზუსტად იმიტომ, რომ ამერიკის ძირითადი შეიარაღების მარაგები ამოიწურა და მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი ისევ ჩიხში შევიდა. ამასთან თავად ტრამპი ამტკიცებს, რომ სწორედ ეკონომიკური ზეწოლა შეიძლება გახდეს გაარღვევის მიზეზი. მაშინ ჩდება კითხვა, რისთვის იყო საჭირო ნახევარი წელი საბრძოლო მოქმედებები, თუ როგორც ახლა ამბობს ტრამპი, სწორედ ეკონომიკური ზეწოლა მიიყვანს გარღვევამდე. მაშინ გამოდის, რომ მთელი ეს ომი უშედეგო იყო. შედეგი. ერთი მხრივ, აშშ-ს მოუწია ფარული საკომუნიკაციო არხების შექმნა პირდაპირ ირანის სამხედრო ხელმძღვანელობასთან, რადგანაც ომის ნახევარი წლის შემდეგაც კი ვერ იყვნენ დარწმუნებულები, ვინ იღებდა რეალურად გადაწყვეტილებებს თეირანში. ხოლო ყოფილი უმაღლესი ლიდერის მკვლელობამ და მისი მემკვიდრის გაურკვეველმა სტატუსმა კიდევ უფრო გააძლიერა ეს გაურკვევლობა. მეორე მხრივ, იმასთან ერთად, როგორც აშშ-ს სამხედრო ზეწოლის ფიზიკური რესურსები იწურება, ვაშინგტონის რიტორიკული მიზნები ჩუმად შემცირდა. აი ამ სრული კაპიტულაციისა და რეჟიმის შეცვლიდან დაწყებული, სულ მცირე ბენზინის სტაბილურ ფასებამდე და იმედამდე, რომ თეირანს სანქციები დააწვევიან და არა ახალი დარტყმებით. და დასკვნა ძალიან მარტივია. როგორც ჩანს, ვაშინგტონი ამ ომის მიმდინარეობას ბევრად ნაკლებად აკონტროლებს, ვიდრე ამას საჯარო დაჩვენებს. აქ მრავალ წერტილს დავშამ. თქვენი აზრი და დასკვნები დააწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.